რა არის სწრაფი ეაკულაციის მიზეზი მამაკაცებში, როცა სქესობრივი აქტის დროს სპერმის გამოყოფა ხდება დროზე ადრე და როგორ მკურნალობთ ამ პრობლემას? მამაკაცებში სწრაფი ეაკულაციის ძირითადი მიზეზებია პირველი ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოწვეული, რაც გულისხმობს სტრესს, ასევე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ზოგჯერ მოითხოვს ფსიქოლოგის და ან ფსიქიატრის კონსულტაციას და მკურნალობას და ასევე ორგაზმის მართვის უნარის არ ქონას, რაც თავის მხრივ შესაძლოა იყოს დაკავშირებული არასაკმარის გამოცდილებასთან სქესობრივი ცხოვრების ან სქესობრივ კონტაქტებს შორის ხანგრძლივ ინტერვალებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გაქვს სქესობრივი კონტაქტი და ეს ინტერვალი შეიძლება იყოს 1 თვე ან რამდენიმე თვე ან 1 წელი, სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სწრაფი ეაკულაცია და ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ფიზიოლოგიური და ბუნებრივი. გარდა ფსიქოლოგიური ფაქტორებისა, სწრაფი ეაკულაციის მიზეზი შეიძლება იყოს სასქესო ასოს კანის ჰიპერმგრძნობელობა, რაც იწვევს სწრაფ აღზნებას და სწრაფ ეაკულაციას. რაც შეეხება მკურნალობას, თუ სწრაფი ეაკულაცია გამოწვეულია ფსიქოლოგიური ფაქტორით ან რაიმე განსაკუთრებული სტრესული მდგომარეობით, ცხადია, რომ აქ საჭიროა ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის დახმარება. ხოლო თუ ის დაკავშირებულია ორგაზმის მართვის უნარის დაქვეითებასთან, ანუ მამაკაცმა არ იცის როგორ მართოს ორგაზმი, ამ შემთხვევაში მას დაეხმარება ექიმის გარკვეული რეკომენდაციები და ასევე ეგრეთ წოდებული სტოპ-სტარტის ვარჯიშები, რომლის შესახებ მე ადრე ვისაუბრე. სასქესო ასოს ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, რომელიც ასევე წარმოადგენს სწრაფი ეაკულაციის ერთ-ერთ ხშირ მიზეზს, ტარდება პროცედურა, რომლის დროსაც ექიმს სასქესო ასოს გარკვეულ უბანში კანქვეშ შეყავს სპეციალური ნივთიერება, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ის იწვევს გრძნობელობის დაქვეითებას, შედეგად მამაკაცი ადვილად ახერხებს სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას და ეაკულაციის გადავადებას. ამ ინფორმაციის შემდეგ ვიცი, რომ ბევრი მომწერს, ტარდება თუ არა ეს პროცედურა ჩვენთან კლინიკაში და რა ღირს. დიახ, ტარდება ეს პროცედურა და ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ჩვენი კლინიკის ექიმ უროლოგ-ანდროლოგს და ამისთვის საჭიროა დარეკოთ კლინიკაში.